მოკლედ, ასეთი ამბავია, რომ სულ რაღაც 2 თვეში საქართველოს შესაძლოა დაკარგოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ვადები დათქმული არის, ეს არის სექტემბრის დასაწყისი, ასევე ქართული ოცნების ხელისუფლებას გამოეგზავნა პუნქტების ჩამონათვალი თუ რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ეს შედეგი არ დადგეს. მაგრამ თუ დავაკვირდებით ქართული ოცნების ლიდერების ბოლო განცხადებებს, განსაკუთრებით ირაკლი კობახიძის მიერ გაჟღერებულ განცხადებებს ბოლო 1 კვირის განმავლობაში, ჩემთვის აბსოლუტურად ცხადია, რომ ისინი არანაირი ნაბიჯების გადატკმას არ აპირებენ, არც პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულებს გამოუშვებენ ციხიდან, არც რომელიმე შემოღებულ კანონს გააუქმებენ და არც კიდევ ანტიდასავლურ რიტორიკას შეამცირებენ, ან გააქრობენ. პირიქით ეს რიტორიკა უფრო ძლიერდება და პრინციპში აი ვიზა ლიბერალიზაციის თემის შერევა ხდება მეორე ფრონტის გახსნის თემასთან, ანტიდასავლური კამპანია ისევ აქტიურდება და აქ ახალი ხაზი რაც გამოიკვეთა აი ამ პროპაგანდისტულ კოქტეილში, რაც ახალი აღმოჩენა არის ჩემთვის, ღიად დაიწყეს რუსეთის დაცვა. და მე ამას აუცილებლად შევეხები ამ ეპიზოდში კობახიძის იმ განცხადებას, სადაც თითქოს რუსეთი ანგელოზია და არავის გავლენის მოხდენას არ ცდილობს, პირიქით დასავლეთი ყალიბდება მილიტარისტულ ძალად. ხო, მთავარი რა თქმა უნდა ვიზა ლიბერალიზაციის თემა არის და ქართული ოცნების მცდელობა რომ შეამზადოს ნიადაგი შესაძლო შედეგების დადგომის რისკის გათვალისწინებით და იმ რისკის გათვალისწინებით რომ ამას მოყვლება ძალიანაც ლეგიტიმური მღელვარება და პროტესტი ქართულ საზოგადოებაში თუ ეს შედეგი დადგა და თუ ჩვენ ვეღარ შევძლებთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქის პასპორტით ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრებას. ძირითადად მათი კამპანია ორი მიმართულებით არის ახლა აი ამ თემის ირგვლივ გაშლილი. ერთი ეს არის ისრების გადატანა და სხვებზე გადაბრალება, ანუ პასუხისმგებლობის მოხსნა, გადაბრალება დასავლეთზე, ეგრეთ წოდებულ deep state-ზე, რომ ისინი ერჩიან ქართულ საზოგადოებას და მის დასჯას აპირებენ და არა პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, რომლის ქმედებებსაც უკავშირდება სწორედ ეს უკუსვა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და მეორე, ხო, ისრების გადატანაზე როდესაც საუბრობთ, ცხადია შიდა საზოგადოებაზეც იქნება ეს ისრები გადატანილი, განსაკუთრებით საზოგადოების იმ ნაწილზე, რომელიც აქტიურად არის პროტესტში ჩართული და მეორე საკითხი, რაც არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, რაც გამოიკვეთა აი ამ კამპანიაში, არის გაუფასურება. ანუ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა არაფერს არ ნიშნავს, ხალხო, ასე გვთავაზობენ ამ ამბავს. არანაირი, უბრალოდ რაღაც ტექნიკური საკითხია, დიდი ამბავი თუ მიხვალთ და ვიზის რიგში ჩადგებით წინასწარ შეიტანთ განაცხადს და თითქოს უპრობლემოდ შემდეგ ყველგან წახვალთ სადაც მოგინდებათ და ასევე ცდილობენ გაუფასურებას იმ ნაწილში, რომ თურმე ეს ეკონომიკაზე არანაირ გავლენას არ ახდენს. მეტიც უფრო შორს წავიდა ირაკლი კობახიძე და ასეთი რამე თქვა, რომ პირიქით უფრო მეტი ადამიანი დარჩება საქართველოში, უფრო მეტი მუშახელი იქნება შესაბამისად და უფრო მეტი დოვლათი შეიქმნება და ეკონომიკა გაძლიერდება. ხო, აღონც ასაცილო აქ ის იყო, რომ თან არგუმენტები მოიყვანა, რომ მიგრაციას ხელს უწყობსო და როდესაც სხვა ქვეყნები წევრიანდებოდნენ ევროკავშირში, ქვეყნიდან გადინება ხდებოდა იმის გამო, რომ იქო უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობა იყო, სადაც მიდიოდნენ ევროკავშირის სხვა ქვეყნებზე იყო აქ საუბარი და აქ ცოტა აცდენა არის, ანუ თუ ეკონომიკას პრობლემები არ აქვს და ყვავის, მაშინ რა ვიცი, რატომ უნდა წავიდეთ, ან რატომ მიდიოდნენ სხვა ქვეყნების მოქალაქეები სხვაგან, ხო? ეს აცდენა, ამას უფრო კონკრეტულად ნახავთ განცხადებას და შემდეგ დავაკომენტარებ. ხო, დავიწყოთ, მოკლედ ჯერ მოგესალმოთ, მე ვარ ბექა პატურაშვილი, ეს არის Redline-ი. მადლობა რომ მიყურებთ, მოვიკითხავთ ჩემს გამომწერებს და მუდმივ მაყურებლებს ყველას, საქართველოშიც და საზღვრებს გარეთაც და ვინც არ ხართ გამომწერები და ახლა აღმომაჩინეთ, თუ მოგწონთ ეს ვიდეო, დაალაიქეთ, გამოიწერეთ გვერდი. ასევე რაც მნიშვნელოვანია, დაწერეთ კომენტარებში თქვენ რას ფიქრობთ, რამდენად რეალურად გესახებათ ის ამბავი, რომ უვიზო მიმოსვლა შეწყდეს ევროკავშირთან, ვისაკისრებთ ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობას. დავიწყოთ მოკლედ და როგორც ნახეთ ეს ვიდეო, ასე დავასათაურე, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერებას დაგაბრალებენ შენ. შენ რომ ამბობ, ყველა ჩვენთაგან გულისხმობ, მეც, თქვენც და სხვებსაც. ვეცდები ახლა ახსნა რას ვსაუბრობ, ხო, ისრების გადატანა უკვე ვახსენე. დღეს კი იძახიან, რომ არაფერი პრობლემა არ არის და
დიდი ამბავი თუ ვიზო მიმოსვლა არ გვექნება, აქვე უნდა ვახსენო, რომ არ დაგვავიწყდეს ბოლო 8 წელია გადაგვაჭამეს თავი, რომ ჩვენი დამსახურება არის, რომ ვიზო დადიხართ ევროპის ქვეყნებშიო, ყველა ჯერზე, როდესაც ქართული ოცნების ხელისუფლებას ვინმე აკრიტიკებს, ისინი იმეორებენ, რომ პრორუსები ჩვენ ანაირად ვართ, როცა რომ აგერ ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე ამდენი ნაბიჯი გვაქვს გადადგმული, ასოცირების ხელშეკრულება ჩვენ დროს გაფორმდა, ოვიზო მიმოსვლა ჩვენ დროს დაწესდა, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ჩვენ დროს დაწესდა, კანდიდატის სტატუსიც ჩვენ დროს მიიღო ქვეყანამ, ხო? და ახლა აი ამ მთელი ტრაბახის და არაერთწლიანი საკუთარ პლუსად გაფორმების და ჩაწერის ფონზე კიდევ საკითხავია მარტო მათი დამსახურება რამდენად არის და მანამდე დაწყებული ხომ არ იყო შემთხვევით ეს პროცესი, ну ამაზე თქვენი აზრი გაგაჩნიათ ალბათ, ხო. და დღეს გვეუბნებიან, რომ მithom არაფერი არ არის. მერე რა მოხდება? კი, ახლა ასე ამბობენ, მაგრამ როდესაც ფაქტი დადგებათ, თუ ეს ასე მოხდა, იმედი არ მოხდება. რა თქმა უნდა, კრიზისი შეიქმნება და ამ კრიზისისგან თავის დაწვრენას ისევ შეეცდება ქართული ოცნება. მათი მთელი პოლიტიკა ემყარება სწორედ ამას, რომ პასუხისმგებლობა ნებისმიერ შემთხვევაში აირიდონ თავიდან. აი დააკვირდით ბოლო მოვლენებს თუნდაც, რა ვიცი, უბედურება მოხდება, ქუჩაში ადამიანს ნანგრევი დაეცემა თუ რაც არ უნდა მოხდეს, არაფერი არ არის ამ ხელისუფლების ბრალი რა, ანუ მათი პასუხისმგებლობა არ არის. და არც ოვიზო მიმოსვლის დაკარგვის შემთხვევაში იქნება. მერე უკვე ისევ დაიწყებენ ხალხზე გადაბრალებას. და პირველ რიგში მსხვერპლი აღმოჩნდება ის საზოგადოება, რომელიც დღე-დაღამეს ქუჩაში ატარებს, პროტესტში ატარებს, არ ვიცი, თმობს მთელ რიგ სიკეთეებს, არ არის კონფორმიზმში, გამოდის ქუჩაში და ხმამაღლა იბრძვის იმისთვის, რომ სწორედაც ქვეყანამ შეინარჩუნოს დასავლური კურსი და არ მოიქცეს რუსული გავლენის ქვეშ. ეს ხალხი რას იზავს, იცით მერე? ასე შეეცდებიან ამ ამბის ბრჭყალებში გაправებას, რომ აი სწორედ ამ როგორც ამბობენ ხოლმე უსამშობლოების, მანქურთების და ასე შემდეგ და ასე აგენტების ბრალი არის ის, რომ საქართველოს ოვიზო მიმოსვლა დაკარგა, იმიტომ რომ ესენი დარბოდნენ ევროკავშირში, ესენი მოუწოდებდნენ, რომ დასჯილიყო საქართველოს მოსახლეობა, არა საქართველოს ხელისუფლება და ქართული ოცნება გადადგმული ნაბიჯების გამო, არა. საქართველოს მოქალაქეების დასჯას ითხოვდნენ, აი ზუსტად ასე იტყვიან, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები და მათი ბრალი არისო, სწორედ ეს აგენტურა არის ამ ყველაფრის შემოქმედიო, Deep State-თან ერთადო, რომელიც საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს. აი ეს იქნება ზუსტად, დღეს კი ამბობენ, რომ ვითომ არაფერი, მაგრამ მერე მოხდება პრობლემის აღიარება და დაიწყება უკვე ნადირობა, ვისი ბრალია ეს ყველაფერი. ნუ პროტესტში ჩართული საზოგადოების გაშავების პარალელურად ცხადია, რომ სხვა საზრუნავიც ექნება ქართული ოცნების პროპაგანდას, მათ რაღაცნაირად უნდა გადაფარონ ის უკმაყოფილება, რომელიც ბუნებრივია გაჩნდება საკუთარ ამომრჩეველშიც, ქართული ოცნების მხარდამჭერებშიც, იმ შემთხვევაში თუ ოვიზო მიმოსვლა შეჩერდება. და აქაც ძალიან მარტივად ისევ ეტყვიან იმას, რომ აი თქვენი პასიურობის ბრალია ის, რომ აი ამ პატარა ჯგუფმა, აქტივისტებმა, აგენტებმა თუ როგორც დაუძახებენ, მოახერხა ის, რომ დასავლეთში მოიპოვა მხარდაჭერა, თქვენ წინააღმდეგ მომართა Deep State-ი და საბოლოოდ თქვენ დაისაჯეთ და ახლა თქვენ გვერდში უნდა დაგვიდგეთ, უნდა დაირაზმოთ იმისთვის, რომ ჩვენ მათ საკადრიცი პასუხი გავცეთო. ისინი წააქეზებენ ამ ხალხს და ეცდებიან ბრჭყალებში ერთგვარი ლეგიტიმაცია მიიღონ იმისთვის, რომ უფრო გააქტიურდეს წნეხი ოპონენტებზე. და საერთოდ არ გამოვრიცხავ, რომ მაგ შემთხვევაში დაიწყონ სწორედ აი ამ ქართველი ხალხის სახელით ლაპარაკი, საკუთარი ამომრჩევლის სახელით ლაპარაკი იმისთვის, რომ უფრო მეტი ადამიანი გაუშვან ციხეში, უფრო მეტ ადამიანს დაასდონ ბრალი, მაგალითად, აი სწორედ იმ უცხოური გავლენის გამჭვირვალობას რომ ეძახიან იმ კანონით, აგენტობაში და უცხო ქვეყნის, არ ვიცი, ჯაშუშობაში თუ რაში, არ ვიცი, სადამდე წავა მათი ფანტაზია, მე აბსოლუტურად არაფერს არ გამოვრიცხავ და მაგ შემთხვევაში მე ვარაუდობ, რომ ხო, სწორად ასე მოხდება. დაიწყება ნადირობა აქტივისტებზე უფრო მასშტაბურად და დაიწყება უფრო მასშტაბურად პოლიტიკური ოპონენტების დევნა და მათი მაქსიმალურად განეიტრალება.
და ცხადია იგივე ნარატივი გაგრძელდება ევროპის ქვეყნებთან მიმართებაში, რაც უკვე ისედაც თვალშიშიცაცემია, რომ აი კოლექტიური დასავლეთი, რომელიც საბჭოთა კავშირს გაუტოლეს, ასეთი ანტიდემოკრატიულია და მან საერთოდ რა გვინდა და საერთოდაც არ არის საჭირო მან არც ვიზით და არც უვიზოთ მოგზაურობა. აი ესეთ რაღაცას იტყვიან საბოლოო ჯამში. ხო, იმ ნაწილს, რომელიც არ არის აქტიური და არაფერზე საკუთარ აზრს არ აფიქსირებს და ფიქრობს, რომ პოლიტიკა მას არ ეხება, არც ახლა არაფერს არ ეკითხებიან და არც შემდეგ არაფერს არ კითხავენ, უბრალოდ მათ მოუწევთ, რომ ყოველგვარი, როგორც ახლა არიან რაღაც ნებების და ნებათა ღელვის გარეშე, ნერვების მოშლის გარეშე, მიიღონ ფაქტად ის, რომ დაზარალდებიან და ეს დაზარალება არ შეეხება მხოლოდ რაღაცა გადაადგილების შეზღუდვას და სავარაუდოდ ამას ექნება კობახიძე კი არის ამტკიცებს, რომ არ ექნება ეკონომიკური ეფექტი, მაგრამ ექნება ეკონომიკური ეფექტიც. ქართული პასპორტი დაკარგავს ძალას. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი, რომელიც მინდა რომ მოვიყვანო, აი როდესაც ვითომ არაფერს არ ნიშნავს უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ამას გვიმტკიცებენ. ეს ეხება სწორედაც რომ სუვერენიტეტს და ტერიტორიული მთლიანობის საკითხსაც. ვისაც არ გახსოვთ, შეგახსენებთ, რომ თუნდაც ვიზა ლიბერალიზაციის მოპოვების დროს იგივე ქართული ოცნების ლიდერები იმას ამბობდნენ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების რეინტეგრაციისთვის და იმისთვის, რომ მათ უფრო მეტი სურვილი გაუჩნდეთ საქართველოს პასპორტის ქონის, რომ მათ მეტი ასე ვთქვათ, მეტად მიმზიდველი იყოს მათთვის საქართველოსთან კავშირების და ურთიერთობების აღდგენა, ვიდრე რუსეთთან, რომელიც მათ რეალურად ბლოკადაში აცხოვრებს, ხო? ეს ხალხია ისევ, რომელიც მაშინ ამას ამბობდა და რეალურად ასეც არის, ხო? ეს ყველაფერი უკავშირდება სწორედ ტერიტორიული მთლიანობის საკითხს, უკავშირდება აფხაზების და ოსების, ეთნიკური აფხაზების და ოსების ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციას და აი ამ რაღაცა კედლის ნგრევას, ხო? ამ ოკუპაციის წინააღმდეგ გადადგმული უმნიშვნელოვანი სინაბიჯია. ეს არ ვიცი, ამას დიდი ლექციის ჩატარება არ ჭირდება, რომ თუ შენ ხარ, თუ გაქვს ძლიერი პასპორტი, თუ გაქვს ძლიერი ეკონომიკა, თუ გაქვს მეტი კავშირები, თუ გყავს ძლიერი პარტნიორები, ადამიანები გამყოფ ხაზს მიღმა ფიქრობენ, რომ მათთვის შენ საზოგადოებაში ცხოვრება და შენთან მეგობრობა და ძმობა უფრო მნიშვნელოვანი არის, ვიდრე იმ ხალხის ქვეშ, ვინც, რა ვიცი, ყველაფერს ართმევს, ხო? ოკუპაციის ქვეშ ცხოვრობენ, ატყუებენ, რომ დამოუკიდებლები არიან და რაც კი ფასეული არის, ყველაფერს რუსები იფორმებენ საკუთარ სახელზე და არაერთი აქციებიც გვახსოვს, ხო, იქ რაღაც მდიდრული აგარაკების დათმობაც კი არ უნდათ რუსებს, რომელ აფხაზეთის დათმობაზე არის საუბარი, ხო, და რომელ ადამიანების კეთილდღეობაზე ჩვეულებრივად საკუთარ ბაზად სამხედრო დანიშნულებისთვის და, რა ვიცი, დაჩებათ უნდათ ეს ტერიტორიები საქართველოსი, რომელიც აქვთ ოკუპირებული და ამ ყველაფერს ეს ხალხი ხვდება და ამ ხალხს სჭირდება სტიმული იმისთვის, რომ აქეთ გამოიხედოს და პირიქით ჩვენ საზოგადოებაში ინტეგრირდეს. ხო, აი ეს რაც ეხებოდა სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხი არის მაგ მხრივაც. კიდევ ერთი თემა, რაზეც მინდა რომ ამ ეპიზოდში ვისაუბრო, ეს ეხება მეორე ფრონტის გახსნის ამბავს და ამ თემის კიდევ ერთხელ გააქტიურებას, რომ საქართველოს ომში ჩართვა უნდათ. ბევრმა თქვენგანმა შეიძლება იფიქროს, რომ ეს რაღაც უბრალოდ ნაცადი ხერხია, რადგან საპარლამენტო არჩევნების დროს, კამპანიის დროს წამოწიეს და გაუმართლად და ბევრი წამოეგო ამ საკითხს, ბევრზე იმოქმედა, რატომაც არა უბრალოდ მეორე წრეზე გაუშვეს, მაგრამ აქ არის მნიშვნელოვანი განსხვავებები, რაზეც მინდა რომ ყურადღება გამომახვილო. ახლა მეორე ფრონტზე, როდესაც საუბრობენ, განსაკუთრებით აქცენტი კეთდება, თუ მანამდე წამყვანი რგოლი ეგრეთ წოდებულ გლობალური ომის პარტიაში იყო ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც ამას ამბობდა ქართული ოცნება ან ქვეტექსტით, ან პირდაპირ. ახლა აქცენტი კეთდება ევროპაზე, ბრიუსელზე და ევროკავშირზე ზოგადად. ხო, ამას რა მიზეზი აქვს? ამის მიზეზებს რომ მივხვდეთ, უნდა ვნახოთ, რა ვიცი, მარია ზახაროვას განცხადებები მაგალითად,
დუგინის, ლავროვის და ასე შემდეგ რა, კრემლის პროპაგანდისტების და კრემლის წამყვანი პოლიტიკოსების განცხადებებს რომ გადახედოთ, ახლა მათი აქცენტი არის გადატანილი სწორედ ევროპაზე. იქიდან გამომდინარე, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისგან ევროკავშირის წევრები ყიდულობენ შეიარაღებას და ამ გზით გადაეცემა ის უკრაინას. მარტივია, ევროკავშირი არის ახლა უფრო წამყვანი რგოლი უკრაინის პარტნიორებს შორის, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები. შტატები ცდილობს დისტანცირებას ტექნიკურად ძალიან, თან რჩება მხარდამჭერად და თან თითქოს ხელები დაიბანა ტრამპმა და წინა ფლანგზე წამოვიდა საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და ასე შემდეგ. ის ქვეყნები, რომლებიც მათ შორის შორი მოქმედების იარაღს აწვდიან უკრაინას, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, პეტრიოტებს და ასე შემდეგ ყიდულობენ უკრაინისთვის და გადასცემენ მას. აი ამ ყველაფრის პარალელურად, როგორც ჩანს, ის არის გაასწორეს ქართულ ოცნებაშიც კრემლის მსგავსად ევროპის სახელმწიფოებზე, მით უმეტეს რომ ეს ყველაფერი კარგად ებმის ვიზა ლიბერალიზაციის თემას. თუ არადა, მაშინ უბრალოდ მაინტერესებს რა შუაში იყო 18 ივლისს, როდესაც გამოვიდა ირაკლი კობახიძე და გააკეთა განცხადება პოლიცაბჭოს სახელით, რომელიც ეხებოდა სწორედ ამ ვიზა ლიბერალიზაციის თემას, ეხებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებს და ასე შემდეგ, ქართული ოცნების მისამართით არსებულ კითხვებს. აქ სადღაც უცებ ჩააქსოვა ის, რომ ევროპა თურმე ყალიბდება მილიტარისტულ ძალად, რომ პრობლემაა ის, რომ დასავლეთი აწვდის და ევროპა აწვდის უკრაინას შეიარაღებას, რომელსაც თავის მხრივ უკრაინა თავდაცვისთვის და რუსეთის აგრესიის შესაკავებლად იყენებს და ასევე კობახიძე ამბობდა ასეთ რამეს, რომ პრობლემა თურმე არის ის, რომ ევროპის სახელმწიფოები ცდილობენ, რომ თავდაცვის ხარჯები გაზარდონ და მთლიანი შიდა პროდუქტის 5% დაახარჯონ სწორედ თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას. ეს ყოფილა თურმე რაღაცა მილიტარისტული პოლიტიკა და პრობლემა, რომელიც დაღუპავს ევროპას, ჩაითრევს საქართველოს ომში და გაანადგურებს ამ ქვეყნებს უკრაინასთან ერთად. აი ასეთ სცენარს გვთავაზობენ. რეალურად რაზეც არის საუბარი, ჩემი მაყურებელმა, რომელიც მუდმივად თვალს მადევნებს, იცით ეს თემა, ამაზე ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, ხომ? რაში მდგომარეობს ევროკავშირის გადაწყვეტილებები, რაში მდგომარეობს შტატების გადაწყვეტილებები და მათი ერთობლივი პოლიტიკა უკვე. თუ აქამდე ცოტა კითხვის ნიშნები არსებობდა, რომ ეს რაღაცა გაიყო აქ მოსაზრებები, არა, ისინი ეხლა ერთობლივად მოქმედებენ იმისთვის, რომ რუსეთის აგრესია შეაკავონ და სწორედ ტრამპის პოლიტიკა არის ასეთი, რომელსაც კუც უქნევენ აქ ქართული ოცნების ლიდერები, რომ თითქოს ტრამპს ახებენ. არა, სწორედ ტრამპის პოლიტიკა არის ასეთი, რომ ჯერ კიდევ პირველი ვადის დროს ამბობდა, რომ ევროკავშირმა უნდა მეტი ფული ჩადოს ნატოს გაძლიერებაში, მათ უნდა მეტი დახარჯონ საკუთარი შეიარაღებისთვის და ყველასი ერთად მიდგომა არის ასეთი, რომ მშვიდობა მიიღწევა ძალით. და მშვიდობა მიიღწევა უკრაინაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა იქნება ძლიერი და ევროპაშიც მშვიდობა მიიღწევა იმით, რომ ევროპა შეძლებს იმის დემონსტრირებას, რომ მას გააჩნია თავის დაცვის რესურსი, უნარი, მზაობა და ამ შემთხვევაში ნაკლებად მოწყვლადი იქნება რუსეთის მხრიდან შემდგომი აგრესიის შემთხვევაში, რაც უკვე არის სტრატეგიულ დოკუმენტებში გაწერილი და ნათქვამი, რომ ეს არის მათთვის უახლოეს პერიოდში რეალური საფრთხე იმ შემთხვევაში, თუ უკრაინელები ვერ შეძლებენ საკუთარი მიზნების მიღწევას და რუსეთის აგრესიის შეკავებას. ახლა მთელი დასავლური ქვეყნები, მთელი დასავლური ცივილური სამყარო მიმართული არის სწორედ უკრაინის აი ამ მიზნით გაძლიერებისთვის. და არ ვიცი, ეს განცხადებები მინიმუმ ამორალური არის თავად უკრაინელებთან მიმართებით, ხო? ცოტა ამაზეც რომ დავფიქრდეთ, რაზე ვლაპარაკობთ ჩვენ მოძმე პარტნიორ სახელმწიფოზე, რომელსაც უჭირს, რომელსაც ამხელა რუსეთი თავს ესხმის, ის რუსეთი, რომელმაც ჩვენს გამოგვატარა ომი და ოკუპაცია, უკრაინაზე ვლაპარაკობთ, რომ ვაიმე, ანუ ჩვენ რას ვლაპარაკობთ, კობახიძე ამბობს, რომ რა ცუდია, რომ თურმე შორი მოქმედების რაკეტებს აწვდიან დასავლური ქვეყნები უკრაინას. კი, უნდა მიაწოდონ და ახლა ყველა მიხვდა დასავლეთში იმას, რომ თუ პუტინი ვერ იგრძნობს ომის
რისკებს საკუთარ თავზე, თუ მოსკოვში, პეტერბურგში ვერ იგრძნობენ რას ნიშნავს ომი და დისკომფორტი არ შეექმნებათ, ამ შემთხვევაში ისინი უსასრულოდ გააგრძელებენ აი ამ აგრესიულ კამპანიას და პუტინს არ აინტერესებს ის მილიონზე მეტი ჯარისკაცი, რომელიც ამ ომში უკვე დაეღუპა, რომელიც პროვინციებიდან ან საპატიმროებიდან გაგზავნა. აი ასეთი არის რეალობა. კობახიძე ამბობდა, რომ ისინი ეგრეთ წოდებული deep state-ი თურმე ცდილობს, რომ ალტერნატიული რეალობა შემოგთავაზოს და ყველას რაღაცა მტრის იარლიყი მიაწეროსო, ასეთ რამეს ამბობდა, მაგრამ რეალურად ხდება ის, რომ ისინი ცდილობენ სწორედ რომ მტრის, ან ქართული ოცნებიც ცდილობს, რომ ევროკავშირის სახელმწიფოებს დასავლეთ მიაწეროს მტრის იარლიყი და რეალურ მტერზე ერთი სიტყვაც არ უხსენებია დადებითი საუბრის გარდა, ხო? და ხო, აი, როდესაც რუსეთზე ვსაუბრობთ, აი ბოლოს ამაზე მინდა რომ თქვენი ყურადღება გამომახვილო, გუშინ შუბლაძესთან იყო რუსთავიორზე, ჩემ ყოფილ სამსახურში. ბატონი ირაკლი კობახიძე ეგეთ რამეს ამბობდა, რომ deep state-ი ასეთ რამეს იგონებსო თითქოსო მათ რომ დაუჯეროთ, მთელი ნახევარი დედამიწა რუსეთის გავლენის ქვეშ ყოფილაო და მერე ჩამოთვალა, რომ მაგაც უკითხავთო უნგრეთიო, იქ რაღაც სლოვაკეთი და ასე შემდეგ პრორუსული ძალები არიანო, ჩვენო პრორუსული ძალა ვართო. ევროპის სახელმწიფოებში ოპოზიციური ფლანგის გაძლიერებას, პრორუსული პარტიების გაძლიერებას ცდილობენ, მათ შორის საფრანგეთში იყო ამის მცდელობებიო, მაგათ რომ დაუჯეროთო. ამერიკაშიც იგივე მცდელობები ქონიათო, სამხრეთ ამერიკასაც ისინი აკონტროლებენო და აფრიკასაც, ანუ ესე დახატა, რომ თითქოს რუსეთი არ ცდილობს ყველგან თავისი საცეცების მოძლიერებას და თითქოს არ ცდილობს ის რომ რეალურად გავლენა იქონიოს პოლიტიკურ პროცესებზე. და ასე წარმოაჩინო, რომ საწყალი რუსეთი რეებს აბრალებენ თურმე. არ ვიცი, ხალხო, დაფიქრდით, დაწერეთ, თქვენ რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე, რა ინფორმაციები გაქვთ. ამდენი მე მთელი ეს დრო, რაც ამ პროფესიაში ვარ და რაც რეპორტიორი ვარ, სულ მაგას ვადევნებ პოლიტიკურ პროცესებში თვალს, როგორც ცდილობს რუსეთი ამა თუ იმ ქვეყანაში საკუთარი ძალის გამოყენებას, ხო, საკუთარი გავლენების გაძლიერებას, ჩვენ რეგიონზე კავკასიაზე რომ არაფერი ვთქვათ, თავის საკუთარ თავზე გვაქვს ეს ყველაფერი გამოცდილი, თუ პოლიტიკურად, თუ სამხედრო ოკუპაციის მეშვეობით და ამას ყველა ხედავს უკვე. ჩვენ რეგიონშიც ხედავენ, ევროკავშირშიც ხედავენ, დასავლურ სახელმწიფოებშიც ხედავენ და ყველა ცდილობს, რომ ამ რუსული გავლენებისგან გათავისუფლდეს და ისინი ღიად უპირისპირდებიან, კი უპირისპირდებიან, მათ შორის პრორუსულ პარტიებს, პრორუსულ კანდიდატებს ხსნიან და იმათ, ვინც კრემლში, მოსკოვში ჩადის პუტინთან შესახვედრად და ფოტოების გადასაღებად, ვუჩიჩი იქნება, ფიცო იქნება თუ ორბანი იქნება, არქმევენ საკუთარ სახელს და ეუბნებიან, რომ შენ ხარ პრორუსი. და იმათ, ვინც ცდილობენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტების დაბლოკვას და ჯიუტად ხმას არ აძლევენ სხვადასხვა კენჭისყრების დროს, იმათაც ეუბნებიან, რომ კი, თქვენ ხართ პრორუსული ძალა, იმიტომ რომ ხელს უწყობთ უკრაინის მოქალაქეების ხოცვას, იმიტომ რომ არ გვაძლევთ საშუალებას დავასანქციროთ რუსეთის ეკონომიკის და შესაბამისად ომის მანქანის ყულაბა, რომელიც მათი ნავთობის ექსპორტის შედეგად ფინანსდება. ხო, ამ ხალხს საკუთარ სახელს არქმევენ და ეხლა კობახიძემ რამდენიც არ უნდა თქვას, რომ თურმე არ არიან პრორუსები და რუსეთი არ ცდილობს სხვა სახელმწიფოებში პოლიტიკური გავლენის მოპოვებას, ამის ალბათ, რა ვიცი, არც ერთ საღად მოაზროვნე ადამიანს არ ჯერა, უბრალოდ მე ვერ ხვდები, თუ პირდაპირი დავალება არ არსებობს, რომ ეს ყველაფერი უნდა ილაპარაკოს, მაშინ რატომ ლაპარაკობს აი ამ ზღაპარს? მეორე მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ უბრალოდ ძალიან დაბალი წარმოდგენის არის საქართველოს მოქალაქეებზე, ვიცი, ფიქრობს, რომ ჩვენ არაფერი არ ვიცით, ყრუები ვართ, ბრმები ვართ და წარმოდგენა არ აქვს რა არის რუსეთი და რატომ ცდილობენ მისი გავლენების შემცირებას მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. ხო, ბოლოს აუცილებლად საქართველოს მეზობლები ვახსენოთ, სომხეთში და აზერბაიჯანში კარგად მიხვდნენ რაც ხდება. კარგად მიხვდნენ, რომ რუსეთის პოზიციები სუსტდება, თანდათან კარგავს ის მოკავშირეებს, სადაც მყარად იდგა, სირია, შემდეგ ირანი, ახლა სომხეთში მართლა პანღურებით ყრიან რუსეთის აგენტებს და უშიფრავენ გადატრიალების მცდელობებს, აზერბაიჯანის ნაბიჯებს თუ დააკვირდებით, აქაც ყველაფერი ძალიან ნათელი არის.
ყველაფერი ძალიან ცხადად თქვა ალიევმა და ისიც თქვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო დავას აპირებს იმის გამო, რომ მათ სამოქალაქო თვითმფრინავი ჩამოუგდო და შემდეგ ისიც არიკადრა, რომ გამოძიება დაეწყო, არავის კომპენსაცია არ მიუღია და ახლა აზერბაიჯანელებს, ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ცემით კლავენ რუსეთში. და შესაბამისად უპასუხებს აუცილებლად ალიევი, ამასობაში რუსული გავლენისგან გათავისუფლებული ეს ორი სახელმწიფო ერთმანეთში სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ლაპარაკობს, აფორმებს, კოორდინაციაში არიან თურქეთთან. ტრამპმა თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობით მშვიდობიანი პროცესი მიდის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. იქ ლაპარაკი არის ალტერნატიული კორიდორის შექმნაზე, რომელიც პირდაპირ თქვა საქართველოს გვერდის ავლით სხვა ხაზს განავითარებს, სხვა ლოჯისტიკურ ცენტრს შექმნის, ზანგეზურის კორიდორის აღჭურვასა და მის უსაფრთხოებაზე და ლოჯისტიკის გამართვაზე არის საუბარი, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატები და თურქეთიც მიიღებენ მონაწილეობას და ჩვენ ვიყოთ კარგად აი ამ ზღაპრებში. და აი ამ ძიმე რეალობაში, რომ ხვალზეგ, როგორც თქვი თავში, არ არის გამორიცხული. რისკები მატულობს, რომ საქართველო დაკარგავს უვიზო მიმოსვლის რეჟიმს ევროკავშირთან. და საბოლოოდ ისევ მოგვიყვებიან ზღაპრებს, ამ შემთხვევაში თუ ეს ასე მოხდა, სამწუხაროდ ასე იქნება, რომ მოგვიყვებიან ზღაპრებს deep state-ის შესახებ, მოგვიყვებიან ზღაპრებს, რომ უსამშობლო აგენტებმა განაპირობებს ის, რომ საქართველოს მოაკლდა ეს მნიშვნელოვანი სიკეთე. და, რა ვიცი, საკუთარ ამომრჩეველს ისევ დააბოლებენ, რომ დამპალი deep state-ი მას ებრძვის და შიგნით ქვეყანაში აგენტურა უნდა განადგურდეს და უნდა ჩაისვას ყველა ციხეში. აი ესეთი რეალობა გვაქვს სამწუხარო. რა ვიცი, დასკვნები თავად გამოიტანეთ. მე გამოტანილი მაქვს ჩემი დასკვნები და ქმედებებიც საკუთარი თავად განსაზღვრეთ. მე საკუთარი ქმედებები განსაზღვრული მაქვს და ვცდილობ, რომ ჩემი საქმით თუ, რა ვიცი, აქციაზე დგომით თუ საკუთარი მოსაზრებების ღიად დაფიქსირებით, თქვა და გამოვხატო ის, რასაც ვფიქრობ, ის, რასაც არ ვითანხმები და ის, რაც მინდა. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. დაწერეთ კომენტარები, რაც ვფიქრობთ ამ ყველაფერზე. და რა ვიცი, ვინც ჯერ კიდევ ვერ ხვდება რასთან გვაქვს საქმე, ეცადეთ რომ მიახვედროთ, რა ვიცი. ელაპარაკეთ, ეს ვიდეო გაუზიარეთ, სხვა ჯანსაღი კონტენტი გაუზიარეთ და იქნება რაღაცა შეიცვალოს, მათაც კრიტიკული აზროვნება დაიწყონ, იმიტომ რომ სამწუხაროდ შედეგები, როდესაც დადგება, მერე უკვე იქნება გვიანი. ანუ ჩვენ ყველა ერთად ერთ აზრზე ვართ თუ არ ვართ ერთ აზრზე, ყველა დავრჩებით საბოლოოდ მოტყუებული და დაზარალებული. და მერე უკვე აზრის შეცვლა გვიანი არის რა. მთავარი არის რომ წინასწარ მიხვდე, რას გიპირებენ, რას რატომ აკეთებენ, ცოტა დიდ სურათში შევხედოთ ამ ყველაფერს კავკასიის რეგიონის კონტექსტში, რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში, თუნდაც დასავლური პოლიტიკის კონტექსტში და მიხვდეთ რა გვაქვს ჩვენ თვითონ ახლა გასაკეთებელი. და გვეუბნებიან თუ არა სიმართლეს. სიმართლის ცოდნა არის ძალიან მნიშვნელოვანი. დიდი მადლობა რომ მიყურეთ. დაწერეთ თქვენი კომენტარები და გამოიწერეთ ჩემი არხი თუ არ გაქვთ გამოწერილი. დაგემშვიდობებით მომდევნო ეპიზოდამდე. მადლობა.